გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ფაზის აკადემიის კურსები. მე გახლავართ გია კვაშილავა, ფაზის აკადემიის პრეზიდენტი. და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას თემაზე კენგირული, ანუ შუმერული ცივილიზაციის შესახებ. დღევანდელი გადაცემა ამ თემის გარშემო არის რიგით მესამე. ანუ მესამე ნაკვეთი. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შუმერული სკოლის შესახებ. იქ ჩვენ წარმოვადგინეთ რამდენიმე ტექსტი ჩვენებური თარგმანი, ძველი შუმერული ტექსტისა, დაახლოებით 4000 წლის წინანდელი ტექსტისა, რომელშიც გადმოცემულია მოსავლისა და მშობლის როლი და მათი საუბრის ტექსტი. ასევე ჩვენ საუბარი გქონდა ძალიან მნიშვნელოვან შეგონებებზე, რომელიც შუმერულ, ანუ კენგირულ ტექსტებშია მოცემული. დაახლოებით ეს ტექსტები 4600-4500 წლის წინანდელია. ძალიან შორეულია ძვირფასო ტელემაყურებლებო ეს ჩანაწერები, რომელიც ჩვენ წინა გადაცემაში წარმოგიდგინეთ. დღეს მინდა გავაგრძელო ეს თემა და ამ თემაში ძალიან მნიშვნელოვნად არის საინტერესო ის, რომ ჩვენ როგორც ქრისტიანობაში ვიცით და ეს თემა რამდენიმე გადაცემის წინაც ვიმჯერეთ, რომ ქრისტიანული თემების საკითხები ბევრი არის შუმერულ ტექსტებში ადრეული პერიოდისა შემონახული. ეს იყო ძველი აღთქმის ტექსტის შინაარსთან დაკავშირებით, მაგალითად ნოესთან დაკავშირებით, რომელიც უთანაფიშტიმით სახელითაა ცნობილი შუმერულ ტექსტში ეს ინფორმაცია დაცულია და გვინდა ეს თემა გავაგრძელოთ რაღაცა ფორმით, მცირე ინფორმაციის სახით, მაგალითად ედემზეა საუბარი. ედემი, როგორც სამოთხე, ნახსენებია ბიბლიის გარდა შუმერულ რუსულ წარწერებში. იქ არის ნახსენები როგორც ედენის სახით. საერთოდ ევროპულ ენებში ედემი როგორც ედენის სახით არის ჩაწერილი. ძველი წელთაღრიცხვის 4900-4500 წლის წინანდელ კენგირულ შუმერულ რუსულ წარწერებში დაფიქსირებულია ტოპონიმი, ანუ ადგილის სახელწოდება ედენი და ის ნიშნავს იმ ენაზე, შუმერულ ენაზე, ზედა მხარეს, ზედა მიწას. და საინტერესოა, რომ იმდროინდელი ტექსტიც გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია გაჩვენოთ შუმერული წარწერა თიხის ფირფიტა, რომელიც აღმოჩენილია ნიფურში, ამჟამინდელი ერაყის ტერიტორიაზე და თარიღებულია ძველ წელთაღრიცხვის 2500-2340 წლით, ანუ დღევანდელიდან რომ გადავთვალოთ 4500-4340 წლის წინანდელი ტექსტია. ძველი აღმოსავლეთის მუზეუმი არსებობს ასეთი სტამბოლში, თურქეთში და ინახება ეს წარწერა. ეხლა ვნახოთ ეს წარწერა, ესეთი სახის არის. ამ წარწერაში წერია შემდეგი ტექსტი. ედენის ინანას ურ ენლილიმ თავარმა ვაჭარმა მიუძღვნა ეს წარწერა. ეს დაფა. აი ესე შეგვიძლია ვთქვათ. აი ეს წარწერა ნახეთ თქვენ რამდენიმე წუთის წინ და კიდევ გავაგრძელებდით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰიდრონიმზე საუბარს, რომელიც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს. ეს შეეხება შავ ზღვას, ზემო ზღვათ არის ცნობილი, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, მათთვის ცნობილია ზემო ზღვა ასურ რუსულ წარწერებში, რომელიც შავი ზღვა. მაგრამ ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ჰიდრონიმს ვახსახელებთ, რომელიც კენგირულ ან შუმერულ რუსულ წარწერებში შავ ზღვას აღნიშნავს და ეს წარწერა 4340-4200 წლის წინანდელია. ახლა ვნახოთ ეს შუმერული წარწერა, თქვენ ეკრანზე ხედავთ, თიხის ფირფიტა, ჰურის ესე იგი ეს არის პუზრიშ დაგანი ერაყის ტერიტორიაზე, ძველ წელთაღრიცხვით 2100-2000 წლების თიხის ფირფიტა, ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში ინახება, ეს არის შვეიცარიაში, დედაქალაქ ჟენევაში. აი აქ ამ თიხის ფირფიტაზე მონიშნული ადგილი, სადაც წერია აბა
იგინიმ, რაც ზემოძღვას ნიშნავს შუმერულ ტექსტში. შემდეგი სასაუბრო თემა ძალიან საინტერესო იმ მხრივ, რომ ჩვენ დღეს გიამბობთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურაზე, პიროვნებაზე, რომელსაც ვალი აქვს რამდენიმე მარცვლის სახით, ეს მარცვლეული კულტურა მაშინ ერთგვარად ოქროს ანუ ფულის მნიშვნელობასაც ითვისებდა, მაშინ ფული როგორც ასეთი არ იყო, ცალკე გამოყოფით ჩვენ ეს ცალკე კვლევებში გვაქვს წარმოდგენილი ქრისტესშობამდე 700 წლის წინ ანუ 2700 წლის წინ ეს შუამდინარე არ მოხდა, ეს მოხდა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ლიდიის სამეფოში, სადაც პირველად მოიჭრა ოქროს და ოქროს მონეტა, ასე რომ ვთქვათ, ის შენადნობი იყო სხვადასხვა იმისა, ამაზე ჩვენ ცალკე გვექნება საუბარი და სხვა გადაცემებში უფრო დაწვრილებით გეტყვით. უბრალოდ ახლა დაუბრუნდეთ კინგირულ შუმერულ ტექსტს, სადაც ნახსენებია ასეთი რამ ტექსტში ასე იკითხება, ჯერ ნახოთ თიხის პირბიტა 4100-4000 ზანდელი თიხის პირბიტა, რომელზეც წარწერა მოცემული, დამწარწერაც ავიკითხავთ. თიხის პირბიტა აღმოჩენილია გიზუში, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე და ინახება ბრიტანეთის მუზეუმში ლონდონში. აი ამ თიხის პირბიტას, რომელიც ახლა თქვენ კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, წერია ნანის უთხარი მაჟგულას 60 გური ქერი მისცეს. ეს გური არის ერთეული, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, ჩვენებურად მარტივად რომ ვთქვათ, ტომარე დაუშვათ ასე რომ ვთქვათ. შემდეგი ტექსტი, რომელიც სხვა თიხის პირბიტაზეა მოცემული, იგივე დათარიღებით არის ისევე იმ ადგილას და შვეიცარიის მუზეუმში ინახება, ჟენევის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში და ამ ტექსტში ასეთი რამ წერია, ფაქტობრივად იმ წინა ტექსტის ერთგვარი გაგრძელებაა. ნანისა და იმთი დამს უთხარი, ერთი გური ზეთი უთულვიას მისცენ, მისმა ერთმა მიიღოს. დაახლოებით ეს მასალა მოცემული ამ ტექსტს კიდევ სხვა მოკლედ თქვა კიდევ აქვს ერთგვარი გაგრძელება, ოღონდ სხვა ტექსტია, სხვა თიხის პირბიტაზე, ეს ინახება უკვე თურქეთში, სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმში, ჩვენ ეს სათითაოდ ვიპოვეთ ეს თიხის პირბიტები და დავახარისხეთ 10 წელზე მეტი, ანუ ფაქტობრივად 15 წელზე მეტია, რაც ამ თემებზე მუშაობთ და ეს წარწერა ასეთნაირად შეგვიძლია წავიკითხოთ, რომელიც ამ თიხის პირბიტაზეა მოცემული. ესეც იმ პერიოდისაა, რომელიც ჩვენ წინა თიხის პირბიტებზე ვსაუბრობდით იმ დათარიღებით. წავიკითხოთ ახლა ეს ტექსტი, რაც წერია ამ თიხის პირბიტაზე. ნანის უთხარი 60 გური ქერი ელაქ შუყირს მისცეს. გამოსავალი არაა, ეს მისი მძიმე ტვირთია, თუ კი იგი არ მისცემს ქერს, მას მაშინ ის გადაიხდის თავის შინა მეურნეობიდან, ანუ თავისი სამუშაო ნაკვეთიდან მიღებულ მოსავლით. ფაქტობრივად ეს ერთგვარად საინტერესო ტექსტია და მის ანალიზიც შესაძლებელია იმ მხრივ, რომ ამ ტექსტს აქვს დიდი დატვირთვა საჯარო გადასახადების თვალსაზრისით. ყოველ შემთხვევაში როცა გადასახდელი აქვს პიროვნებას ან ვიღაცის ვალი აქვს, უნდა ამ მხრივ უნდა იყოს გაფრთხილებული წინასწარ და ფაქტობრივად ეს ტექსტი ამას ეხება და კიდევ ჩვენ გვინდა ახლა არაშუმერული ტექსტი, არამედ აქადური ტექსტი წავიკითხოთ, რომელიც ეს მოგვიანო პერიოდისაა. დაახლოებით ეს დათარიღებულია ქრისტესშობამდე 1754 წელიანი დღეიდან 3754 წლის წინანდელი ხამურაბის კანონია, საიდანაც ამოვწერეთ რამდენიმე ფრაზა, რომელიც ეხება დაუმუშავებელი მიწას, სადაც სიტყვით წერია. შემდეგი, უკეთუ კაცმა დასამუშავებელი მიწა აიღო, მაგრამ მიწა არ დაამუშავა და მიაგდო, ხორბალი არ მოიყვანა, მიწის სამუშაო შეუსრულობაში უნდა ამხილონ იგი და მიწის პატრონს მომიჯნავე მიწის კვალობაზე ხორბალი უნდა გადაუხადოს. ამასთანავე მიწა უნდა მოხნას, დაბაროს, დაფარცოს და მიწის პატრონს ჩააბაროს.
ჩვენ კიდევ საინტერესო ტექსტიც გვაქვს სხვა კვლევითი ნაწილებისგან, რომელშიც საკმაოდ ბევრი სავსე ტექსტი არის ნახსენები. აი მაგათად უკეთო კაცმა 3 წლით ხამირი მიწა გასაატეხა აიღო, მაგრამ იზარმაცა, მიწა არ გატეხა, მე-4 წელს მიწა უნდა მოხნას, დაბაროს, დაფარსოს და მიწის პატრონ ჩააბაროს. თან თითო ბურზე 10 გური ხორბალი უნდა მოიწიოს. აი თან მიუტანოს. აი ეს კანონი არის დაწერილი. კიდევ შეგვიძლია წავიკითხოთ რამდენიმე ფრაზა. უკეთო კაცმა მიწათ მოქმედს საღალოდ მიწა მისცა და მიწის ხალაც აიღო, ხოლო შემდეგ მიწა ადადმა დადბორა, ეს ხვდაება ძველი შუამდინარეთისა, ან წყალდიდობა წალეკა, წყალდიდობამ წალეკა, ზარალი მიწათ მოქმედისა. ანუ მიწათ მოქმედვა თავად უნდა აინაზღაუროს. უკეთო მიწის ხალა არ აუღია, ან მიწა სანახევროდ ან და სამესამედოდ ქონდა გაცემული, მიწაზე ხორბალი მიწათ მოქმედად და მიწის პატრონმა შესაბამისად უნდა გაიყო. კიდევ არის საინტერესო ტექსტი. უკეთო იმის გამო, რომ პირველ წელს თავისი ნამუშევარი ვერ ამოიგო, მიწათ მოქმედი იტყვის, მიწას კვლავ დავამუშავებო. მიწის პატრონი ვერ დაუშლის, მიწა ამ მიწათ მოქმედმა უნდა დაამუშავოს და მოსავლის აღებისას მიწის პატრონმა ხორბალი ხელშეკრულების მიხედვით წაიღოს. აი საინტერესო მასალები თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის 3500-3700 წლის წინანდელი, ანუ 3754 წლის წინანდელი, 3754 წლის წინანდელი ტექსტები და დღესაც ეს კანონები ძალიან საინტერესოა და გვჭირდება ჩვენ ეკონომიკური განათლების მქონე მეცნიერებს ეს მასალები გავიაზროთ კარგად. და ჩვენ ეს დისერტაციაში სამეცნიერო კვლევებში წარმოვადგინეთ და რამდენიმე სხვადასხვა შუმერული და აქადური და ბაბილონური ტექსტების გარჩევა. ამის გარდა ჩვენ კვლევებში ქონდა წარმოუდგენელი ეგეოსური ხაზოვანი წარწერების გაშიფრები, რომელიც ჩვენი აზრით, ჩვენი კვლევის თანახმად არის საერთო ქართველურ ენაზე შესრულებული და ამ დეტალებზე ჩვენ ადრე გადაცემებში საუბრობდით. აი ასეთია ძველი ცივილიზაცია, აი ასეთია ადამიანის ხედვა ძველი პერიოდიდან. ფაქტობრივად ადამიანი დროთა ცვლილებიდან გამომდინარე მაინც აქვს ის ღირებულება, რაც დღესაც საჭიროა, ადამიანს სჭირდება ესეთი ეკონომიკური სისტემის მოწყობა, ბალანსირებული სახელმწიფო სისტემა და ეკონომიკური ურთიერთობები იყოს სათანადოდ ხელშეწყობილი, რომ შემდეგში განვითარდეს სახელმწიფო. მაგრამ ზოგადად მუდმივმა ომმა კენგირული შუმერული ქალაქ სახელმწიფოებს შორის და დაპყრობელმა ტომების წინააღმდეგ საბოლოოდ ამ ომებმა საბოლოოდ გამოიწვია შუმერული ცივილიზაციის დაცემა. ფაქტობრივად აქსემიტური ტომებმა ისარგებლეს ამ კულტურის მიღწევები და ეს ცნობილია მათი მიღწევები დამწერლობის ლექსიკონის შედგენის სხვადასხვა ეკონომიკური საკითხების შესაქმნელად, ანუ ეკონომიკური თემების გასაჟღერებლად ჩაწერილი მასალების გამოყენება, მათემატიკური ასტრონომიული ტექსტები, სამედიცინო ტექსტები გამოიყენეს და შემდეგში ვინც ინფორმაციას ფლობს, მეცნიერებას კარგად ფლობს, მაშინაც ეს იყო და ახლაც ასე არის, ვინც ძლიერია მეცნიერულ ხედვით დაფინანსების მხრივ ეკონომიკა ამიდან გამომდინარე განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერების განვითარებას და ეკონომიკაც ამ მხრივ ვითარდება. ეკონომიკა როცა ვითარდება, სახელმწიფოც ვითარდება. ახლა ამ თემებს ჩვენ ასე დეტალურად არ განვიხილავთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ერთმანეთზე დამოკიდებულია, ჯაჭვია ფაქტობრივად და ერთ-ერთი რგოლის ამოვარდნა იწვევს კრიზისებს და მნიშვნელოვან პრობლემებს. და ეს კრიზისები საერთოდ ცნობილია, ახლა კი არ არის მარტო მთელ მსოფლიოში, მაშინდელ პერიოდში ფაქტობრივად ჩვენ ციკლებით დაახლოებით ვიცით კაცობრიობის კრიზისებისა და ეს ციკლები ძირითადად მაინც მოდის უპირველესად მაინც მოდის ადამიანის
აზროვნების პრობლემიდან, ანუ ადამიანი ყოველ შემთხვევაში რაღაც ეტაპზე ძირითადი ნაწილი კარგად აზროვნებს, მაგრამ არის ხოლმე ამ ძირითადი ნაწილის ხელშემშლელი ფაქტორები, ანუ ძირითადი ნაწილში გულისხმობ დაუშვათ მეცნიერება, შემდეგში ეს ამ მეცნიერების იგნორირება ხდება და მოდის ის კატეგორია ადამიანებსა, რომლებიც ამ მიღწევებს იგნორს უკეთებენ, ეს დღესაც არის ჩვენთან და საზოგადოებრივ მთელ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერულ მიღწევებს წარმატებულ ადამიანს ყოველ შემთხვევაში თუ არ იქნება შესაბამისი საჭე მოქმედებისა, მაშინ სახელმწიფოს კრიზისი ნამდვილად ემართება, ეს ყველა მიმართულებით არის, როგორც ეკონომიკური, განათლების და სხვა მიმართულებით ცნობილია და ყოველ შემთხვევაში ამ დეტალებზე ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, არ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ სხვა გადაცემებში და სხვა საუბრებშიც გვაქვს ამაზე საუბარი. მაგრამ აქ კიდევ გვინდა გავამახვილოთ, რომ მაგრამ როგორც თქვით, შუმერული ცივილიზაცია იმდენად მაღალი იყო, დღესაც გაოცებას იწვევს, მაგალითად ჩემთვის და სხვა მეცნიერების ჩანაწერებშიც ეს ჩანს, იმდენად დიდი იყო მათი მიღწევა მეცნიერებაში, რელიგიაში და ასე შემდეგ. გავლენა იქონია მთელ აღმოსავლეთში, ახლო აღმოსავლეთში, ეგვიპტის ქვეყნებში, ეგვიპტის ტერიტორიაზე, ინდოეთის სივრცეში, ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციებში, კერძოდ კრეტაზე, მიკენში, საბერძნეთში, რომსა და აი ფაქტობრივად იუდა ქრისტიანულ ტრადიციებშიც კი ძალიან მნიშვნელოვნად არის რიგი მასალები მოცემული შუმერული ტექსტების რაც არის იქ ტექსტებში წარმოდგენილი რელიგიური დაუშვათ მათემატიკური ტექსტები პითაგორას თეორემაზეც ჩვენ საუბრობდით, რომელიც 1600 წლის წინანდელი ტექსტში არის ქრისტეს შობამდე, 3600 წლის წინ. ასევე პითაგორას რიცხვები წერია, კვადრატების ჩამის გამოთვლა და ასე შემდეგ, ეს რომელიც ძალიან მათემატიკური მასალებით არ მინდა თქვენ ახლა დაგვტვირთოთ, აი ესეთი რამ არის წარმოდგენილი ამ ტექსტებში და რომელიც თელმა მსოფლიომ გამოიყენა ეს მიღწევები, ჯერთი შუმერული რუსული დამწერლობა მაშინდელ მსოფლიოში მსოფლიო დამწერლობად იქცა და ეს დეტალები ყველასთვის ცნობილია. ახლა მინდა თქვენთვის რამდენიმე საინტერესო მასალაც წარმოვადგინოთ, რადგანაც ახლა წლის ბოლოა 2024 წელი სრულდება და ჩვენ მალე ვიზეიმებთ 2025 წლის დადგომას. ამასთან დაკავშირებით გვინდა წარმოვადგინოთ მილოცვის ფორმა, ანუ მილოცვის ერთ-ერთი ტექსტი 5000 წინანდელი ემეგირულ შუმერულ ენაზე დაწერილი, რომელიც ჩვენ გადმოვიტანეთ ასეთი სახით, თქვენ ეკრანზე ახლა ხედავთ ამ მილოცვის ტექსტს, რომელიც არის რუსულ ენაზე დაწერილი და იკითხება შემდეგი სახით: ზამუ ულა. აი ეს 2025 წელი წერია აქ, თუმცა ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში ის მარტივად წარმოდგენილი ტექსტი გაჩვენეთ, ფაქტობრივად მასშტაბით გვაქვს ჩვენ სხვა გადაცემებშიც და მე შეგვიძლია კიდევ ამ ახალ წელს როგორ აღნიშნავდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ვისაუბროთ. კიდევ გვინდა აი ესეთი ფორმით წარმოვადგინოთ შუბა ახალ წელთან დაკავშირებით, ფაქტობრივად ახალ წლის მილოცვა 5000 წლის წინანდელი ემეგრულ შუმერულ რუსულ დამწერლობაში დაწერილი სიტყვებს ვიყენებთ, აი ესე პირდაპირ მნიშვნელობით ახალი წელი რა თქმა უნდა იყო მათთან, მაგრამ ის იმ ფორმატით არა, როგორც ახლა ჩვენ აღნიშნავთ. მაგალითად ახლა მოგილოცავთ შემდეგი სიტყვებით შუმერულად: ნამტილ, რაც არის სიცოცხლე ქართულად, კიაკ სიყვარული, ნამდუ სიკეთე, ხილი სიხარული, ნიდუ ბედნიერება. ანუ კიდევ ერთხელ წარმოვიდგინოთ ეკრანზე, ეს ნახოთ, ესე გილოცავთ, სიცოცხლეს გისურვებთ, სიყვარულს, სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებას. ამ სიტყვებში ძალიან საინტერესოა სიხარული, აი სადაც შუმერულ ტექსტში ხილი წერია.
ქართულში ხარება ანუ დაკავშირებულია ხართან, ხო? მე ვფიქრობ ასეთი ინტერპრეტაციაც არსებობს. აი ხილვი, აი ხარი, ხივილი, აი ეს ფორმა ხარება ამ ფორმით შუმერულსა და ქართულში ფაქტობრივად ძირი ერთნაირია, შეიძლება ვთქვათ. კიდევ არის სხვა სიტყვები, აი საინტერესო შუბერულში, რომელიც სიკეთესთან არის დაკავშირებული, ბედნიერებასთან, რომლის სხვადასხვა ფორმები ჩვენთვის ცნობილია და მათი ფუძებიც კი ქართულთან თანხმედრაშია. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენ მცირე ინფორმაცია მოგაწოდეთ უძველესი შუმერული ცივილიზაციის, ანუ ემიგრირული ენაზე დაწერილი ხალხის ტექსტებისა, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია მთელ მსოფლიოს კულტურებზე, სხვადასხვა ხალხებზე და დღემდე მოაღწია ამ ტექსტებმა, რა თქმა უნდა, ეს თიხის ფირფიტები ძალიან გვიან იქნა აღმოჩენილი მე-18-მე-19 საუკუნის ბოლოში და მე-20 საუკუნეში ნაწილობრივ კიდევ და ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო წრეებისთვის, რომ ეს ტექსტები წაიკითხა და განსაკუთრებით წარმატებას შუმერული ტექსტების წაკითხვის მხრივ პენსილვანიის უნივერსიტეტი გამოირჩეოდა ამერიკისა, შემდეგში ბევრი მუშაობა დაიწყო ამერიკის უნივერსიტეტებმა, ასევე ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის უნივერსიტეტებმა. დღეს ასე თუ ისე შუმერული, ბაბილონური, აქადური ტექსტების ნაწილობრივი თარგმანებიც გვაქვს. ყოველ შემთხვევაში მრავალი მეცნიერის კვლევებში ეს თარგმანები არსებობს და კვლევები სათანადოდ კარგად არის წარმოდგენილი. ჩვენც ვცდილობთ ქართველები, საკმაოდ დიდი სკოლა საქართველოში ამ მხრივ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან წარმატებით მუშაობს ამ მიმართულებით და ჩვენ როგორც მათემატიკოსი, ეკონომისტი, ენათმეცნიერი ამ ტექსტებზე ჩვენც მუშაობთ და ვცდილობთ რომ ქართულ ენაზე ავამეტყველოთ ეს უძველესი ტექსტები. დღეს რადგანაც უკვე ვთქვით რომ ახალ წლისთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ რამდენიმე მილოცვის ფორმა და მოახლოვდა ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე ქართველებისთვის, უსურვებს საქართველოს წინსვლას, გამარჯვებას, უძველეს ერს, მეტად ეკადრება და მეტად საჭიროა მისთვის წინსვლა, იმიტომ რომ მის წიაღში დიდად არის დავანებული უძველესი კულტურა, უძველესი ხალხთა კავშირები და ეს ქვეყანა უნდა შედგეს როგორც ძლიერი სახელმწიფო, სხვანაირად არ შეიძლება ამ შემთხვევაში მეცნიერებს განსაკუთრებით კვალიფიციურ მეცნიერებს მიმართავ, რომ ხნედ ძლიერად იყვნენ, რომ ამ ქვეყნის განმტკიცებაში, გაძლიერებაში დიდი როლი შეასრულონ. საქართველოს უსურველ წინსვლას, გამარჯვებას, პოლიტიკურ სიმაღლეზე ღვთისეურად მისვლას, ღვთის ნამდვილს ყოფაში ყოფნას, აი ამას აქვს დიდი მნიშვნელობა ქართველობას, ქართველ აზროვნებას, თავისი ყველა კუთხით განსაკუთრებით, ყველა კუთხეს აქვს თავისი სილამაზე და მრავალფეროვნება ამ მხრივ საქართველოში და ვუსურვებს საქართველოს მტკიცედ დგომას. ეს გამოიხატება ძლიერი მეცნიერებით, ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი პოლიტიკით. აი თუ სადმე რომელიმე ნაწილი ჩვენ ხო გვაქვს ფაზის აკადემიაში ასეთი სამეული სიტყვა სახელმწიფო, მეცნიერება, სარწმუნოება. აი ამ სამეულის მტკიცედ თუ იქნება წარმოდგენილი საქართველოში, მაშინ სახელმწიფო მეტად ძლიერი იქნება და მას არავითარ შემთხვევაში ჩრდილოეთისა და არანაირი ხედვა არ შეუძლია გაიაზროს, იმიტომ რომ საქართველო უკვე ბევრი ხნის განმავლობაში
ჩრდილოეთ ველმა ბევრჯერ მას უღალა და ახლა ზოგიერთი ხოლმე წერს Facebook-ზე განმარტებებს და ასე შემდეგ. ჩვენ ამ განმარტებებს ახლა ვერ მოვიყვანთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ცნობილია სამეული სიტყვა მამული სარწმუნოება, ესე იგი მამული ენა სარწმუნოება, ეს იმიტომ ითქვა იმისთვის, რომ მამულისა და სარწმუნოების და ენის მიმართ იყო პრობლემები. ეს ილია ჭავჭავაძემდეც არის ნათქვამი, ჩვენ ამაზე საუბრობდით ადრე. ის იყო მაგალითად კიდევ შეგახსენებთ საქართველოს სამეფო სამთავროს ტრაქტატში წერია ერთ ბორცბნეობა ერთი ენა სისხლით ნათასეობა. ივანე აფხაზი 1831 წელს ამბობდა მამული სარწმუნოება მეფე. გრიგოლ ორბელიანი 1832 წელს დაახლოებით ასე ამბობდა ენა საყდარი სარწმუნოება, ხოლო ილია ჭავჭავაძემ როგორც თქვა მამული ენა სარწმუნოება 1860 წელს. სწორედ ამ ფორმულებიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ 1801 წლიდან იმპერიული რუსეთის ხელისუფლება ანადგურებდა და შლიდა საქართველოს სახელმწიფოს ერთიან ქართულ ცნობიერებასა და კულტურას. ვიტყვით, რომ ასე არ არის ეს ლოზუნგები, ეს ცნება სიტყვები, სწორედ ისტორიული ფაქტობრივი მასალიდანა და ცნობილმა ჩვენმა წინაპრებმა თქვეს და ზოგიერთი ამას როგორც ვთქვით Facebook-ზე სხვანაირად ატრიალებს ეს ისტორიის ცვლილება არ შეიძლება ჩვენ ობიექტურად უნდა ვუყუროთ ყველა წარსული ამბების განალიზებას. სწორედ ამიტომ სუფთად და წმინდად ბრძანებდა ქალაქ ფოთის თავი ნიკო ნიკოლაძე ჩვენი გზა ევროპაშია, ხოლო ხსნა განათლებასა და წიგნიერებაში. თუ ეს არ იქნა საქართველოს არ ექნება ის თავისი თვითყოფადობა ძლიერი სახელმწიფო თუ არ იქნება, სხვა მნიშვნელობა მას არაფერი არ ექნება. ამიტომ ჩვენ ფაზის აკადემიაში მოქმედებს შემდეგი ფორმულა, რომელიც თქვით რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო მეცნიერება სარწმუნოება. გაუმარჯოს დამოუკიდებელ თავისუფალ და ერთსულოვან საქართველოს. გილოცავთ ქართველობო, ძლიერად იყავით დამოუკიდებელი, თავისუფალი და ერთსულოვანი საქართველოს სიდიადის გარშემო. გისურვებთ წარმატებას და კიდევ ერთხელ გილოცავთ 2025 წელს. კარგად გრძანდებოდეთ.